13 ივნისი. ამ თარიღმა საქართველოს დედაქალაქის ცხოვრება შეცვალა. მოვარდნილმა სტიქიამ ქალაქისა და ადამიანების ყოფას სამუდამო კვალი დაასვა. სიცოცხლის გადასარჩენად გმირობა და თავდადება არაერთმა ადამიანმა გამოავლინა. ტრაგედიამ, რომელსაც საზოგადოების მხრიდან გასაოცარი თანადგომა მოჰყვა, ტკივილთან ერთად დიდი იმედი და ერთსულოვნება მოიტანა. ადიდებული მდინარე ვერე თბილისის რამდენიმე უბნისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა. სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისის ზოოპარკია, რომელიც დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს. საინტერესოა თავად ზოოპარკის ადგილის ისტორია. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, წყალკურთხევა სრულდებოდა მდინარე ვერეზე, ახლანდელი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისტორიულად გინდება, რომ ამ ადგილას უკანასკნელი წყალკურთხევა 1923 წლის 19 იანვარს შესრულდა. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს საქართველოში მოქმედი 1450 ეკლესიიდან უმრავლესობა დაიხურა. ბოლშევიკური მთავრობის ბრძანებით დახურული ეკლესიების სანაცვლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მოეწყო. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო ზოოპარკი, რომლის ადგილასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალკურთხევა სრულდებოდა ხოლმე. დახურული ტაძრებიდან ჩამოხსნილი საეკლესიო ზარების გადადნობის შედეგად მიღებული თანხა თბილისის ზოოპარკის მშენებლობას მოხმარდა. ამის ნათელ დასტურს წარმოადგენს ეს დოკუმენტები, რომელიც 1930 წლით თარიღდება და ნათლად არის აღნიშნული, რომ ზარების გადადნობიდან შემოსული თანხა ზოოპარკის მშენებლობას უნდა მოხმარდეს. დღეს 2015 წლის 23 ივნისია. სტიქიის მოხდენიდან ზუსტად 10 დღე გავიდა. თუმცა 24 საათიანი გაწმენდითი სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს. დღემდე ვერავინ ვერ ამბობს, როდის დასრულდება ეს სამუშაოები. უსიცოცხლოდ დარჩენილი თბილისის ზოოპარკი დღეს ასე გამოიყურება. ის რაც მოხდა 13 ივნისის გამო, ეს საშინელი კატასტროფა, ნამდვილად ძალიან დიდი დაღი დაასვა ზოოპარკს. ეს არის ნამდვილად საშინელი ტრაგედია. იმიტომ რომ ერთი საკითხი არის თვითონ ის ზარალი რა ზარალიც მიიღო და მეორე საკითხია უკვე იმ არსებების დახოცვა, რომლებსაც ძალიან დიდი შრომა აქვს. ორი თითეული მათგანი, თითეული ინდივიდი ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელ პიროვნებას წარმოადგენდა. ისინი გახდა თავიანთი ხასიათი, თავიანთი ცხოვრება, თავიანთი ალბათ რაღაც გარკვეული ოცნებებიც გეუბნებოდა თავად და ძალიან სწორედ ესეთი ამ დროში ტრაგედია გაცილებით უფრო ძაფრი ხდება, ვიდრე თქვათ ეს უშუალოდ ეწყობი რაღაც გარკვეული მონეტარული ზარალი, რომელიც რა თქმა უნდა უზარმაზარი მიიღო თბილისის ზოოპარკმა. პირველი წუთებიდან ჩვენ გვერდზე იყვნენ ჩამოსული ისრაელისგან, ჩამოსულები იყვნენ ჩეხეთიდან და აღარ გავახსენებ მოსიას, მოკლედ ყველა ზოოპარკი ევროპის ზოოპარკია. მას მთავარია თვითონ ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაცია ჩვენ გვერდზე იმყოფება და ყველანაირად გვირდებიან, რომ დაგვეხმარებიან ახალი ზოოპარკის მშენებლობაში. თქვენ იცით, რომ ეხლა ზოოპარკის ტერიტორია
რელიეფი არის საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი, სხვადასხვა სიმაღლე აქვს. ჩვენ ხა ვიმყოფებით ზოოპარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც აი ჩვენგან ხელ მარჯვნივ ვოლიერები ისინი საერთოდ არ დაზიანებულა. ხელ მარცხნივ ვოლიერები დაზიანდა ნაწილობრივ. აქ იყო წყლის ფრინველების ვოლიერი და იყო ხელოვნური ტბა მათთვის გაკეთებული. აი აქ იყო მაგალითად სირაქლემების ვოლიერი. აქ სირაქლემები ბინადრობდნენ. აი თქვენ ხედავთ უკვე რა დარჩა ამისგან. ძნელია ხო წარმოიდგინე რომ აქ ოდესღაც კი არა რამდენიმე დღის წინ ვოლიერები იყო და ცოცხალი ცხოველები ბინადრობდნენ. ზოოპარკის ყველაზე დიდი დანაკლისი ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 თანამშრომელია, რომლებიც სტიქიის ღამეს ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. აი ამ შენობაში ცხოვრობდა ქალბატონი გულიკო, აქ მუშაობდა, მოღვაწეობდა და აი ამ ოთახში თუ იყო ვინმე გასაზრდელი პატარა არსება, ის მას ზრდიდა, უვლიდა და შემდეგ უკვე ჩვენ მას ვოლიერში ვათავსებდით. მას საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა ცხოველების გარეშე და მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა და ბოლოს ისე გამოვიდა რომ შესწირა ცხოველებს. დიახ. მისი მეუღლე და ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომელი. ჭიტაძე, მალხას ჭიტაძე და გივი დვალი. ყველა საშიშია? არ არის საშიში, ჯერ კბილები. თაობები იყო აქ, ლომების, ვეფხვების, იაგუარების. ნუ აღარაფერს ვამბობ, რომ კარგად მრავლდებოდნენ და მრავლდებიან ახლა საბედნიეროდ დაგვრჩა ფარშევანგები, ხოხბები, თუთიყუშები მრავლდებოდნენ კარგად. თუთიყუშები ასევე არა, თუთიყუშები ყველაფერი დაიღუპა. განსხვავებით ქვედა ვოლიერებში მყოფი მტაცებელი ცხოველებისაგან სტიქიას გადაურჩნენ სტიქიამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალ ვოლიერებში გადაყვანილი თეთრი ლომების ოჯახი. ყოველ შემთხვევაში თავარია ის, რომ ისინი გადარჩნენ არიან ცოცხლები და არაჩვეულებრივად კარგად იზრდებიან თავს ვოლიერით შესაბამისად თანამედროვეულად კარგია და მათი სრულიად მისაღები. აი აქ უნდა გადმოგვეყვანა ჩვენ ჩვეულებრივი ლომები. ვოლიერი აბსოლუტურად მზად არის, მაგრამ სამწუხაროდ აი ესე განგება მესე ასე თქვათ მოინდომა და სახლი გვაქვს და ბინადრები არა. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო აი ამ ნაწილმა, რომელიც ჩვენ ახლა გამოვიარეთ და იქ იყვნენ დათვები, ლომები. აი ხედავთ იქ პატარა შენობა რო არის. ის იყო ჩვენი ბეგემოტის ზამთრის ვოლიერი. ფაქტიურად დაფარული არის შლამით დღესაც. ამდენი სამუშაოს მერე ხედავთ ისევ ნახევარზე მეტი შენობა შლამშია ჩაფლული. აქ კიბეები იყო, ესე ჩავდიოდით ქვედა დონეზე, ნუ კიბე კი არა. ხედავთ რაც ხდება. ხო, აქ კიბე იყო, კიბე ეხაც არის. კიბე არის, მაგრამ უკვე ეს კიბე არსად აღარ მიდის.აფერი აღარ არის. ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებისათვის. სტიქია არ შეხებია ეგზოტარიუმს, შესაბამისად მისი ყველა ბინადარი ადგილზეა. და კიდევ დღემდე დაკარგულად ითვლება ვეფხვი სალიმა.
თბილისის ზოოპარკი სულ მალე ადგილმდებარეობას შეიცვლის. თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის იყო გამოყოფილი ტერიტორია რამდენიმე წელია და შესაბამისად უკვე ჩვენ ვთვლით, რომ ალბათ უკეთესი იქნება, რომ პირდაპირ იქ დაიწყოს ჩვენი განადგურებული აქ თქვათ ლაბარაკი რო იყოს იმაზე, რომ მცირე რაოდენობით უნდა თქვათ რაღაცა რემონტი არის საჭირო, რაღაც არა. მთლიანად განადგურებულია ყველაფერი ასაშენებელია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯობი აშენდეს იქ, სადაც უკეთესი იქნება. 1927-2015 წლები ამიერკავკასიის პირველი ზოოპარკის, ანუ თბილისის ზოოპარკის არსებობის ისტორიის ერთი ნაწილი აქ სრულდება.